წლების განმავლობაში ირანი აშენებდა. მთის სიღრმეში ირანი ახალ ბირთვულ ობიექტს ქმნიდა, რომელიც თვალს იყო მოფარებული. ახალ ბირთვულ ობიექტს, რომელიც თვალთახედვის მიღმაა. დამალული, მაგრამ არა ისეთი საიდუმლო, როგორიც ირანს სურდა ყოფილიყო. ეხლა ირანის ბირთვული პიკაქსის მთა გამოაშკარავდა. რაც მას დედამიწაზე ნომერ 1 სამიზნედ აქცევს აშშ-სა და ტრამპის ადმინისტრაციისთვის. მაგრამ რეჟიმს სჯერა, რომ ეს მთა განადგურებას ვერ დაექვემდებარება. ისე ღრმად არის მთაში ჩამარხული, რომ აშშ-ის არანაირი გზა არ აქვს, რომ დაარტყას მას. ამერიკა პასუხობს, დამიჭირე ჩემი 30,000 ფუნტიანი ბუნკერების გამანადგურებელი ბომბი. ყველაფერი მუქარით დაიწყო. როდესაც ირანი აგრძელებს თავდასხმებს ჰორმუზის სრუტეში გემებზე და როცა ეს თავდასხმები უკვე წითელ ზღვაშიც გადავიდა ჰუთების მეშვეობით და შესაძლოა კასპიის ზღვაშიც კი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა ირანის მატერიკზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამიზნეს განიხილავს. პიკაქსის მთა ამერიკის სამიზნეშია, რადგან ამ მთაში მდებარეობს ბირთვული ობიექტი, რომელიც ღრმად მიწისქვეშაა დამალული. ტრამპის გაფრთხილება ნათელია. დაასრულეთ ჰორმუზის ბლოკადა, თორემ აშშ-ში წერაქვების ბრძოლაში ბომბებს გამოიყენებს. ჩვენ დავარტყამთ იმ ტერიტორიას, ალბათ საკმაოდ მალე, და მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ ამის წინააღმდეგ. ტრამპმა ეს თქვა 21 ივლისს, როცა ის თეთრ სახლში ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან ერთად იჯდა. აუნი იქ იმყოფებოდა, რათა თავისი ქვეყნისთვის რაიმე სახის სტაბილურობა მოეპოვებინა მას შემდეგ, რაც მის ქვეყანაში რამდენიმე თვე მიმდინარეობდა ბრძოლა ისრაელსა და ირანის მხარდაჭერილ ჰეზბოლას მებრძოლ ჯგუფს შორის. ამის ნაცვლად მან პირველ რიგიდან უყურა საინდირინდრა, საიდანაც ტრამპმა მსოფლიოს ნათლად აჩვენა, რომ ეს სტაბილურობა ძალის გამოყენებით მიიღწევა. ჩვენ მივყვებით მასალას, იქ ხდება ყველაფერი, განაცხადა ტრამპმა. მანამდე კი კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მუქარა, რომ აშშ-ში ძალიან ძლიერად დაარტყამს პიკაქსის მთას. ბევრი კითხვა არსებობს. შეუძლია თუ არა აშშ-ს დაარტყას ამ თითქოს დაუნგრეվել ობიექტს. გააკეთებდა ამას. რატო? მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომლითაც დავიწყებთ, რა არის პიკაქსის მთა? ზედაპირზე ის მრავალ მთასა და ბორცვს შორის ერთ-ერთად ჩანს, რომლებიც ირანის ტერიტორიაზე მრავლადაა განლაგებული. რა თქმა უნდა, ის არ არის შეუმჩნეველი, მაგრამ უფრო ღირსშესანიშნაობაა, ვიდრე რაიმე საშიში სამხედრო ობიექტი. ასე იყო 100 წლეულების განმავლობაში, სანამ ირანის რეჟიმი მშენებლობას დაიწყებდა. დღეს პიკაქსის მთა უბრალოდ მთა აღარ არის. ეს არის უზარმაზარი ბირთვული ობიექტი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაცულ დაწესებულებად მთელ ახლო აღმოსავლეთში. ირანმა წლები დახარჯა მიწისქვეშ 10 მეტრის სიღრმეზე უზარმაზარი გვირაბების კომპლექსების აშენებაში. იმ ობიექტზე, რომელსაც CBS News ნატანზის ბირთვული ობიექტის გაფართოებად მოიხსენიებს და რომელსაც აშშ-შ დაარტყა როგორც 2025 წლის ზაფხულში, ასევე ოპერაცია ეპიკური რიცხვის დროს. მაგრამ პიკაქსის მთა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. ეს არ გავს ხუთსაძინებლიან სახლზე ავტოფარეხის მიშენებას. ირანი ბოლო რამდენიმე წელია ამ ობიექტს ავითარებს ისე, რომ მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნათანს. ან ირანში არსებულ სხვა ბირთვულ ობიექტებს, როგორც ზომით, ისე მასშტაბით. სამუშაოები ამ ობიექტზე 2020 წელს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ნათანზის ბირთვულ ობიექტში ხანძარი მოხდა და ირანის რეჟიმმა გააცნობიერა რამდენიმე ობიექტის ქონის მნიშვნელობა. თითოეული მათგანი დანარჩენებისთვის ერთგვარ სადაზღვეო მექანიზმად ემსახურება. ჟურნალ Time-ის ცნობით, ეს ხანძარი, რომელმაც პიკაქსის მთის პროექტის დაწყებას მისცა ბიძგი, სინამდვილეში დივერსიის შედეგი იყო, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევდა ახალი ობიექტის შექმნას. საბოლოო ჯამში თუ ნატანს ერთხელ დაარტყეს, შეიძლება ისევ დაარტყა. აშშ-შმა და ისრაელმა ირანის სისწორი დაამტკიცეს როგორც 2025, ასევე 2026 წლებში. ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები. თავდაპირველად პიკაქსის მთაში გათხილი გვირაბები განიხილებოდა როგორც მიწის ზედაპირზე მდებარე ნატანზის ცენტრიფუგების აწყობის ობიექტის შემცვლელები, რომელიც ხანძრისა და სავარაუდო დივერსიის მსხვერპლი გახდა. კიდევ ერთხელ ირანის გონიერი ნაბიჯი იყო. აიღე ის, რაც ადრე მიწის ზედაპირზე ხელმისაწვდომი იყო და მიწის ქვეშ გადაიტანე. ამით დივერსანტებისთვის ბევრად უფრო რთული ხდება მისვლა. ახალი ობიექტი ნატანსთან ახლოსაა, სულ 2 კილომეტრის დაშორებით. რაც შეეხება იმას, რამდენად ღრმაა ეს ობიექტი, ეს კიდევ ერთ დიდ კითხვას წარმოადგენს. ჯეიმს აქტონმა, რომელიც კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ბირთვული პოლიტიკის პროგრამის თანადირექტორია, განაცხადა, ეს ძალიან ღრმა ობიექტია. ზუსტად არ ვიცით, რამდენად ღრმაა, მაგრამ ძალიან სავარაუდოა, რომ მინიმუმ 100 მეტრის სიღრმეზეა. ის ასევე აღჟღერებს შემაშფოთებელ გაფრთხილებას აშშ-ში. უბრალოდ არ არსებობს გზა, რომ ეს ობიექტი გაანადგურო. ირანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს აზრი გაამყაროს და პიკაქსის მთის გარშემო თავდაცვითი ნაგებობები ააშენა. გარდა იმისა, რომ ობიექტი მინიმუმ 100 მეტრის სიღრმეზეა მიწის ქვეშ, მთას თავადაც რამდენიმე ანტისაჰაერო ბატარეა იცავს. ეს ბატარეები სავარაუდოდ ისევ ადგილზეა. ირანის რამდენიმე სხვა ბირთვული ობიექტისგან განსხვავებით, პიკაქსის მთას ჯერ კიდევ არ შეხებია აშშ-ს საჰაერო დათმები. რაც მიუთითებს, რომ ობიექტზე საჰაერო თავდაცვის სისტემები კვლავ ადგილზე. ეს თავდაცვის სისტემები შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნებისმიერ ამერიკულ ბომბ-დამშენს, რომელიც ირანის ბირთვულ ობიექტს მიადგება. პიკაქსის მთა ასევე სულაც არ არის პატარა. თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს ობიექტში რამდენიმე შესასვლელს, რაც მიუთითებს, რომ ის ვრცელდება 2.7 კვადრატულ კილომეტრს. მაგრამ აშშ-ს ამ ზომასთან გამკლავება უწევს. ჟურნალ Fortune-ის მიხედვით, ირანი აპირებს მას ბევრად უფრო ფართო მიზნებისთვის გამოიყენოს, ვიდრე მხოლოდ
მხოლოდ ცენტრიფუგების შესანახად. პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, პიკაქსის მთა შესაძლოა იქცეს ადგილად, სადაც ირანი ურანს გაამდიდრებს. თეორიულად, ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ პიკაქსის მთა იქცეს ადგილად, სადაც ირანი ბირთვული იარას აწარმოებს. ამ ყველაფერში ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანმა უკვე დაიწყო ურანის გამდიდრება ან სხვა ბირთვული აქტივობები პიკაქსის მთაზე. თვითონ ტრამპმა ძივლისის დასაწყისში იგივე თქვა, როცა განაცხადა, რომ აშშ-ში აკვირდებოდა ამ ობიექტს, მაგრამ ბირთვული აქტივობის მტკიცებულება არ ჰქონდა. მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტი, ანუ ICC, ეთანხმება ამ მოსაზრებას, რადგან მისი სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ობიექტი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია და არა ისეთ ობიექტს, რომელიც ოპერაციულად გამოიყენება. თუმცა ეს შეიძლება იყოს ირანის მიზანი. თუმცა ესმაილ ბაღაი, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერია, ასევე ამტკიცებს, რომ ამ ობიექტზე ბირთვული საქმიანობა არ მიმდინარეობს. ICC-მა თავისი პოზიცია სიტყვა გაურკვევლით დააზღვია. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის შეიძლება პიკაქს მთაზე ამოქმედდეს. ასევე გაურკვეველია, გეგმავს თუ არა ირანი კვლავ დიდი მასშტაბის ამწყობი ობიექტის შექმნას. განადგურების გათვალისწინებით ირანის ცენტრიფუგების პროგრამა განადგურებულია. მათ შორის ირანის შესაძლებლობა დაამზადოს ცენტრიფუგების კომპონენტები, რომლებიც ამწყობი ქარხნისთვის არის საჭირო, ასე აცხადებს ჯგუფი თავის შეფასებაში. დასკვნა. ამჟამად როგორც ჩანს, პიკაქს მთაზე არაფერი ხდება, მაგრამ ეს მიწისქვეშა ბაზაა. რაც არ უნდა იმალებოდეს მთის ქვეშ, თვალთახედვის მიღმაა. და ვინ იცის, ირანმა შეიძლება უკვე დაიწყო გვირაბების გაყვანა მთიდან პირდაპირ ნატანზამდე. შესაძლოა ამ წუთასაც კი მიმდინარეობს ბირთვული მასალის გადატანა და ამას ვერავინ ამჩნევს, რადგან სატელიტური ფოტოები მხოლოდ ზედაპირზე მიმდინარე მოვლენებს აფიქსირებს. ეს შეიძლება ჩვენი ვარაუდია, მაგრამ ასევე შესაძლებელია. ეხლა უკვე გვაქვს გარკვეული წარმოდგენა რა არის პიკაქს მთა, მაგრამ კითხვები მაინც რჩება. შეიძლება თუ არა ასე შეშუს დაარტყას ამ ობიექტს და თუნდაც შეძლოს გააკეთებს ამას. ამ კითხვებზე პასუხებსაც გავარგოთ და ასევე გავიგებთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჩვენს არხზე ახალ ინფორმაციას იღებთ, ახლა საუკეთესო დროა გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი შემდეგი ვიდეოები. მაშასე, თავარი კითხვა. შეძლებს თუ არა აშშ-ში პიკაქსის მთაზე ისეთი ძლიერი დარტყმის მიყენებას, რომ ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. აშშ-ში ომის მდივანი Pete Hegseth ასე ფიქრობს. როდესაც მას სწორედ ეს კითხვა დაუსვეს, ჰექსეთმა უპასუხა: ჩვენი შესაძლებლობების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. შემდეგ კი დაამატა, მაგრამ თუ ვინმეს მსოფლიოში შეუძლია მიაღწიოს რამეს ამ ქვეყნად, ეს არის შეერთებული შტატების სამხედრო ძალა. ყველაზე ძლიერი სამხედრო ძამსი სამხედრო ძალა მსოფლიოში. გაურკვეველი ყველაზე თავაზიანი სიტყვა, რომლითაც შეგვიძლია დავახასიათოთ ეს განცხადება, რადგან ჰექსეთი თითქმის არაფერს თავაზობს რეალურ სტრატეგიად პიკაქსის მთაზე თავსხავდასხმისთვის. და არსებობს კარგი მიზეზი, რატომაც ომის მდივანი თავშეკავებული ჩანს. ეს მთა რთული ასაღებია. გაიხსენეთ ექტონის მტკიცება, რომ შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ღრმად მიწისქვეშა ბუნკერის დაბომბვა. ექტონმა ეს მტკიცება დაამატა იმით, რომ აღნიშნა, შეერთებულ შტატებს შეეძლო დაეტყა პიკაქსის მთის შესასვლელებსა და გამოსასვლელებს ელებზე. რაც მიგონიშნებს იმაზე, თუ რა გზით შეიძლება მიდგომ. მაგრამ მანამდე კიდე ბევრი რამ არის, რაც ამ ბირთვულ ობიექტს რთულად დასანგრევს ხდის. DW არნიშნავს, რომ 100 მეტრზე ან მეტ სიღრმეზე მიწისქვეშ განთავსება ნიშნავს, რომ პიკაქს მთა ყველაზე ღრმად მდებარე ობიექტი, რაც ირანს აქამდე აუშენებია. ეს კი თავის მხრივ ბევრად უფრო რთულს გახდის მის დაზიანებას იმ ტიპის ავიადარტყმებით, როგორიც აშშ-ს რომ განახორციელა ნატანსსა და სხვა ბირთვულ ობიექტებზე. აშშ-ში და ჰექსეთი ამ საკითხს უპასუხებდნენ იმით, რომ ამერიკას აქვს ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები. თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა ყველაზე დიდი და ძლიერი ასეთი ბომბებიც კი გაანადგუროს ობიექტი, რომელიც ისეთ სიღრმეზეა დამალული, როგორიცაა პიკაქს მთაზე მდებარე ობიექტი. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ იმისთვის რომ აშშ-ში მიაღწიოს თუნდაც მცირე წარმატებას, მათ დასჭირდებოდათ თავისი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებიდან ყველაზე დიდის გამოყენება. GBU-47 მასიური გამჯოლი საბრძოლო მასალა, ანუ MOP. სპეციალურად ისეთი სამიზნეებისთვის, როგორიცაა პიკაქსის მთა, შექმნილი ეს ბომბის მონსტრი იწონის 13600 კილოგრამს და შეუძლია გამაგრებულ და ღრმად მიწაში ჩამარხულ ობიექტებში შეღწევა. MOP-ზე მიმაგრებული საბრძოლო ქობინი იწონის 2082-დან 2600 კილოგრამამდე, როგორც Army Recognition არნიშნავს. ასე რომ აშშ-ში არ გამოიყენებდა 13600 კილოგრამ სუფთა დამანგრევალ ძალას. MOP-ის დაახლოებით მე-6 რეალურად ითრევს ზიანს, მაგრამ 2600 კილოგრამამდე აფეთქება დახურულ ობიექტში საკმარისზე მეტია სერიოზული სტრუქტურული დაზიანებისთვის. თუმცა აქ მთავარი სწორედ შეღწევადობაა და სწორედ აქ აწყდება აშშ-ში სირთულეს. MOP-ის შეუძლია 60 მეტრამდე შეაღწიოს ქვასა თუ გამაგრებულ ბეტონში. ეს პიკაქსის მთის სამიზნეს 40 მეტრით ჩამოუვარდება. თუ ასეა, მაშინ რა შეუძლია აშშ-ს, რომ უზრუნველყოს ობიექტის განადგურება? ცხადი პასუხია, განმეორებითი დარტყმები, რაც ეფუძნება MOP-ის სიზუსტეს, რომელსაც აქვს სავარაუდო წრიული ცდომილება რამდენიმე მეტრის ფარგლებში, რომ გააკეთოს დანარჩენი საქმე.
ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი სტრატეგია. დაარტყი პიკაქსის მთას ერთხელ, რომ შეაღწიო 60 მეტრამდე სიღრმეში. შემდეგ ისევ იმავე ადგილას დაარტყი, რომ თავად ობიექტში შეაღწიო. ASHS-ს მოუწევს იზრუნოს ობიექტის გარშემო არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალებაზე, რომ ეს მეთოდი განხორციელდეს. და არსებობს რისკი, რომ რაღაცები არასწორად წავიდეს. თუ მეორე ჯერზეც სამიზნეს ააცილებენ, ASHS-ს მოუწევს შეტევების გამეორება მანამ, სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ ირანის მიწისქვეშა ობიექტი დაზიანებულია. ეს სარისკო და ძვირად ღირებულია. თითოეული MOP მილიონობით დოლარი ღირს და ირანს მხოლოდ ერთი საჰაერო თავდაცვის დანაყოფი სჭირდება, რომ პირდაპირ დარტყმა მიაყენოს და ASHS-ისთვის შეტევა კატასტროფული გახადოს. ასევე რთული იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ზიანი მიადგა, თუ საერთოდ მიადგა. Pickaxe Mountain-ის ობიექტი მიწისქვეშაა, ამიტომ ზიანის სატელიტური ფოტოებით შეფასება სულაც არ არის ადვილი. მაგრამ შესაძლოა კიდევ ერთი ვარიანტიც არსებობს. აქტონმა ამას უკვე შეეხო. დაარტყით გასასვლელებსა და შესასვლელებს. ICC აღნიშნავს, რომ Pickaxe-ის მთა, როგორც ჩანს, ორი წყვილი ზედაპირული შესასვლელი აქვს, რომლებიც აშკარა სამიზნეები იქნებოდა ASHS-თვის და მისი მასიური ბუნკერ-სამანგრევი ბომბებისთვის. იგივე ჯგუფი ასევე მიუთითებს, რომ წარსული თავდასხმები შეიძლება ამერიკის მიდგომისთვის Pickaxe-ის მთის მიმართ მაგალითი იყოს. რამდენიმე შემთხვევაში ASHS-შუმ ვენტილაციის შახტები დაარტყა. ეს არის სუსტი წერტილები, რომლებიც საშუალებას აძლევს ისეთი იარაღს, როგორიცაა MOP, უფრო ღრმად შეაღწიოს, ვიდრე ჩვეულებრივ მიწაზე დარტყმისას შეძლებდა. ICC-ც მიუთითებს მიწისზე და ელექტრომომარაგების ხაზებზე, რომლებიც აუცილებელია ობიექტის ფუნქციონირებისთვის. ასე რომ იწყებს ფორმირებას მოქმედების გეგმა. პატარა ბომბები, რომლებიც განკუთვნილია ბუნკერების გასანადგურებლად, შეიძლება დაანგრიონ Pickaxe Mountain-ში შესასვლელი და იქიდან გამოსასვლელი გზები. საჰაერო დარტყმები კი გაანადგურებს ხილულ ენერგიის წყაროებს. ვენტილაციის შახტები უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ირანის გარდა არავის აქვს Pickaxe მთის ობიექტის სქემები. თუმცა ამერიკას აქვს სქემები წინა ობიექტებისთვის, რომლებიც აშენდა არმადის ბირთვული იარაღის პროგრამის ფარგლებში, როგორც ICC აღნიშნავს. შესაძლებელია გაკეთდეს ვარაუდები მშენებლობის შესახებ. და თუნდაც თუ MOP-ები ვერ მოხდება ვენტილაციის შახტებს, ზედაპირზე მიტანებული ზიანი შეიძლება საკმარისი იყოს ობიექტის დასახურად. ამით ამერიკას მიეცემა დრო რამდენჯერმე სცადოს ამ ამოცანის შესრულება. სადაც სურვილია, იქ გზა ყოველთვის მოიძებნება. დავივიწყოთ ეს, სადაც MOP-ია, იქ გზა ყოველთვის მოიძებნება. როდესაც თეორიული მიდგომა გვაქვს, უბრუნდებით მეორე დიდ კითხვას, რომელიც ადრე დავსვით. დარტყმას მიაყენებს თუ არა ASHS-ში Pickaxe მთას? დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთა ამერიკის სამიზნეშია, თუმცა ასევე მიანიშნა, რომ ASHS-ში დარტყმას მიაყენებს, თუ ჰორმუზის სრუტეში მდგომარეობა გაუარესდება. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ მივდივართ იმ მთავარ ბერკეტამდე, რომელიც ირანს აქვს ASHS-ს წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰორმუზის ბლოკადა ირანისთვის უკიდურესად ეფექტური აღმოჩნდა. ეს სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო არხია. დაახლოებით 20% ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის, რომელიც მსოფლიოში იყიდება, სწორედ ამ სრუტეში გადის. სრუტის ბლოკირება ირანს საშუალებას აძლევს ზეწოლა მოახდინოს ათეულობით ქვეყანაზე გაზრდილი ნავთობის ფასების მეშვეობით, რაც თავის მხრივ ზეწოლას ახდენს ASHS-ზე, რათა შეწყვიტოს თავდასხმები, რადგან დაზარალებული ქვეყნები ASHS-ს მიმართავენ. 24 ივლისის ანგარიშში ASHS-ის საზღვაო ინსტიტუტმა განაცხადა, რომ სრუტეში მოძრაობა კვლავ დაბალია. მას შემდეგ რაც მაშინ უკვე მე-13 დღე იყო, რაც ASHS-ში ირანზე განახლებულ დარტყმებს 13-დან 19 ივლისის პერიოდში მხოლოდ 68 გემი გავიდა სრუტეში. მაშინ როცა წინა კვირას ეს რიცხვი 174 იყო. თუმცა ტრამპი იმუქრება, რომ ჰორმუზში სიტუაცია უნდა გაუარესდეს, სანამ Pickaxe-ის მთა დაიბომბება. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა 26 ივლისს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერი აფეთქდა. მას შემდეგ რაც ის ირანის მიერ წყალში განთავსებულ საზღვაო ნაღმს დაეჯახა, რომელიც ირანმა არაუფლებამოსილი გემების გადაადგილების შესაჩერებლად განათავს. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ტანკერმა დანიშნული სანავიგაციო მარშრუტი დაარღვია და ამისთვის პასუხი აგო. ამ მარშრუტებს იყენებენ ტანკერები, რომლებმაც ირანისგან ტრანზიტის ბმაც ირანისგან ტრანზიტის ნებართვა მიიღეს. ხოლო დამწვარი და დაზიანებული ნავთობის ტანკერი ყველაზე ნათელი ნიშანია იმისა, რომ ირანი მზად არის სრულად გაანადგუროს სავეთრო გემები, რომლებიც მის წესებს არ ემორჩილებიან. სწორედ მაშინ, როცა ეს ტანკერი განადგურდა, ირანის პროქსები წითელ ზღვაში ასევე დაიწყეს სავაჭრო გემებზე თავდასხმები. და ახლა შესაძლოა კასპიის ზღვაც ჩაერთოს მოვლენებში. ასევე 26 ივლისს ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო გემს დაარტყა. ირანის რეჟიმმა დაუყოვნებლივ გამოიძახა უკრაინელი დიპლომატები ამ ქმედების გამო. მათი მტკიცებით, ეს იყო მტრული და კრიმინალური ქმედება. უკრაინა აცხადებს, რომ მას აქვს უფლება შეუტიოს ირანულ სავაჭრო გემებს, რადგან ამ გემებიდან ბევრი რუსეთისთვის იარაღსა და მარაგებს აწდის, რასაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის იყენებს. თეთქებადი სიტუაცია შეიქმნა და ფითილი ძალიან მოკლეა. ირანსა და უკრაინას შორის დაპირისპირება შეიძლება ნებისმიერ წუთს აფეთქდეს. და აშკარაა, რომ ირანი არ აპირებს დონალდ ტრამპის განხილებების გათვალისწინებას და ჰორმუზისგან უკან დახევას. ამჟამად ყველა პირობა არსებობს, რომ შეერთებულმა შტატებმა დარტყმა მიაყენოს Pickaxe მთას. მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა თავისი გაფრთხილება გააჟღერა, მომხდარი ყველა მოვლენიდან გამომდინარე, შეიძლება სწორედ ამ წუთებში ASHS-შო ამ დარტყმას გეგმავდეს. თუმცა ჩვენ ვერ უგულებელყოფთ იმ ფაქტს, რომ უმეტესობა ფიქრობს, თითქოს Pickaxe მთის ობიექტი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. ეს აჩენს კითხვებს იმაზე, რა რეალური ხირებულება ექნება ასეთ დარტყმას ASHS-ისთვის, როცა ის ცდილობს შეასუსტოს ის, რასაც ირანის მზარდ ბირთვულ შესაძლებლობებად მიიჩნევს. საიდუმლო არ არის, რომ მიუხედავად ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული მთელი აჟიოტაჟისა, სწორედ ირანის ბირთვული პროგრამაა ამერიკისთვის ყველაზე დიდი სადაო საკითხი.
ამ პროგრამას ბირთვული იარაღი ჯერ არ შეუქმნია. არ არის ნათელი, ირანს საერთოდ აქვს თუ არა განზრახვა ბირთვული იარაღის შექმნის. თუ უბრალოდ ამდიდრებს ურანს იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობით დაემუქროს და საქმე რეალურად ბოლომდე არ მიიყვანოს. და თუ გავითვალისწინებთ ირანის ხანგრძლივ ისტორიას საიდუმლო ბირთვულ პროექტებში მონაწილეობისა, აშშ-ს არასოდეს შეუძლია ბოლომდე ენდოს იმას, რასაც ქვეყნის რეჟიმი ამბობს. შესაძლოა პიკაქსის მთა მოქმედია. შესაძლოა ბირთვული იარაღზე მუშაობენ. ეს ორი ალბათობა მყისიერად აქცევს მთას აშშ-თვის ღირებულ სამიზნედ. ამის გარდა, თუნდაც პიკაქსის მთა ჯერ კიდევ არ იყოს მოქმედი, აშკარაა, რომ ირანს სურს რომ ასე იყოს. ის ამდენ დროსა და ფულს არ დახარჯავდა მშენებლობაზე, რომ არ სტომოდა ეს. და შეერთებული შტატებისთვის პრევენციულ დარტყმას, რომელიც მიზნად ისახავს ობიექტის განადგურებას მის ამოქმედებამდე, შეიძლება ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორც ირანის რომელიმე ბირთვულ ობიექტზე თავდასხმას, რომის აქტიურობაშიც აშშ-ს სრული დარწმუნება აქვს. აშშ-ს ასევე შეუძლია თქვას, რომ ირანის სხვა ბირთვულ ობიექტებზე საჭირო ზიანი უკვე მიაყენა. ნათანზი, რომელიც ადრე ვახსენეთ, 2025 წელს და შემდეგ მარტშიც დაარტყეს. ისპაჰანი, რომელიც ირანის უდიდესი ბირთვული კვლევითი კომპლექსია, ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს. თუმცა ობიექტზე ჯერ კიდევ საკმარისი აქტივობაა, რომ აშშ-მ შემდგომი დარტყმა განიხილოს. როგორც Wall Street Journal იუწყება. Telegan ორსაც ჩუმად აღადგენენ 2024 წლის ოქტომბრისა და 2026 წლის მარტის დარტყმების შემდეგ. ფორდო შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ეს იყო ობიექტი, რომელსაც აშშ-მ დაარტყა ვენტილაციის შახტის სტრატეგიით, რაც ჩვენ პიკაქსის მთისთვისაც შესაძლო ვარიანტად შევთავაზეთ. თუმცა ამ ობიექტზე ჯერ კიდევ არის მიწის ზედა სამიზნეები, რაც მას კიდევ ერთი დარტყმისთვის შესაფერისად აქციოს. ამერიკას ვარიანტები აქვს, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება, პიკაქს მთა ნომერ 1 სამიზნედ იქცა. თუ ასე არ იქნებოდა, ტრამპი, ჰეგსეტი და ადმინისტრაცია მას სახელით არ ახსენებდნენ. აშშ-ისთვის ეს შეიძლება არ ეხებოდეს იმას, მუშაობს თუ არა ეს ობიექტი. პიკაქს მთის საკითხი შეიძლება უფრო იმ გზავნილს ეხებოდეს, რომელიც გაეგზავნება. ეს ირანის ყველაზე ღრმა ბირთვული ობიექტია. თუ აშშ-ს შეუძლია დაარტყას ამ ობიექტს თავისი MOP-ებით, ირანი იგებს, რომ მაშინაც კი როცა ობიექტი იმდენად ღრმადაა მიწის ქვეშ, რომ ტექნიკოდ ემიკურად MOP-ების მოქმედების ფარგლებს ხდება, ეს გამოსავალი არ არის. ეს შეიძლება ირანზე ზეწოლას მოახდენდეს, რომ ჰორმუზის ბლოკადა დაასრულოს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, რომ ეს ამერიკის გეგმაა. ხოლო დრო გვიჩვენებს, სერიოზულად ეკიდება თუ არა აშშ-ს პიკაქს მთასთან დაკავშირებულ მუქარებს. ერთადერთი რაც ნამდვილად ცნობილია, ისაა, რომ ის, რასაც ირანი წლების განმავლობაში ცდილობდა დაემალა, ახლა აშშ-ს სამხედრო ძალებისთვის პრიორიტეტულ სამიზნედ იქცა. და შესაძლოა აშშ-ში პიკაქს მთაზე მხოლოდ MOP არ მიიტანოს. უფრო მცირე ზომის ბუნკერ ბომბები, რომელთა წონა 907 კილოგრამია, უკვე გამოიყენეს ირანის სარაკეტო ქალაქების წინააღმდეგ, სადაც მათ გვირაბები ჩამოანგრიეს და შესასვლელები გაანადგურეს. შეიძლება ეს მცირე ზომის ბომბები პიკაქსის მთაზეც გამოიყენონ. ჩვენი ვიდეოს ნახვით თავად გადაწყვიტეთ, შეძლებენ თუ არა ისინი აშშ-ს დახმარებას, სადაც ვსწავლობთ მათ წინა გამოყენებას ირანში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ და ჩართოთ შეტყობინებები, რათა თვალყური ადევნოთ ჩვენს გაშუქებას სპარსეთის ურის რეგიონში მიმდინარე უახლესი მოვლენების შესახებ. და როგორც ყოველთვის, მადლობა ურებისთვის.